პირდაპირ გეუბნებით, შეეშვით ჩვენი ოჯახის მიმართ ცინიკურ განცხადებებს, მეტი რაღა უნდათ. პირდაპირ გეტყვით, თქვენი შვილი რომ ყოფილიყო, იტყოდით მაშინ მეტი რაღა უნდა. იტყოდით ამას მაშინ. ამას იტყოდით მაშინ. რამდენდა ჩვენ ნერვებზე რატო თამაშობთ? იცით რა მდგომარეობაში ვარ? იცით რა ხდება ჩემ ცხოვრებაში? იცით რა ხდება? თუ დავიძინებ კოშმარები მესიზმრება, გაღვიძების მეშინია რომ ამ უბედურებაში უბრუნდები. იცით რა დღეში ვარ? 3 ბიჭი მყავს. როგორ გავზარდო ის ბიჭები მითხარით? როგორ გავზარდო რა ვასწავლო მათ? დამივატოვო, შური მიწიო თუ რა ჯანდა მაქნა. არ დავბადებულ ვარ მკვლელად. არ გავზრდილ ვარ მკვლელად და 50 წლის კაცი ვერ გარდავიქმნები მკვლელად. მე შურს ვერ ვიძიებ. მე ეს ვერ ავიღებ. მე სამართალს ვთხოვ ჩემს სახელმწიფოს, ჩემს საქართველოს. მე სადგეთყვით უყველად. არ გაჭირდება სამართლის მოძებნა. საქართველოში ვერ ვიპოვით არის სოფლიო სამართალი. იქ ვიპოვით სამართალს სიკვდილის ბოლო წუთამდე. ამ სამართლის ზებნაში ვიქნებ. აუცილებლად ვიპოვით სამართალს, მაგრამ მე მინდა ჩემ ქვეყანაში, ჩემ სამშობლოში, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, აქ გახდეს ეს სამართალი. აქ იყოს ეს სამართალი. აქ იყოს ეს სამართალი და არა სხვაგან.